მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. დღეს დირიდან ჭხრეკა მიმდინარეობდა საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე ჭხრეკა ჩატარდა ჟორჟოლიანის შვილის, სამოქალაქო აქტივისტის მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლშიც, სადაც ამჟამად მისი ბიძა ცხოვრობს. მისი თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ასევე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ფონდ პროსპერითი ჯორჯიას დამფუძნებლის, ლაშა არველაძისა და ფონდ ერთმანეთისთვის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას საცხოვრებელ სახლებში. საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა ჭხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტის მარიამ ბაჯელიძის სახლში. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ჭხრეკის შედეგად ძირითადად ამოღებულია ლეპტოპები და მობილური ტელეფონები. თავად ფონდების დამფუძნებლები ჭხრეკას მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დევნად აფასებენ. როგორც ფონდის დაყადაღება იყო სიგიჟე, ზუსტად ისეთივე სიგიჟეა ეხლა ეს ჭხრეკები ამ ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. სუსი რატომ არის ეს გასარკვევია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ორგანიზაცია სირცხველია აღარ ფუნქციონირებს ოქტომბრიდან ამ 2024 წლის და იქამდეც არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნამდვილად არ ჩაუდენია და მეც რამდენიმე თვეა უკვე აღარ ვარ თავმჯდომარე ვიყავი იქამდე, თუმცა ამ ეტაპზე არც თავმჯდომარე არ ვარ, ამიტომ ჩემთან რატო შემოვიდნენ როგორც ბორდის ერთ-ერთ წევრთან და დამფუძნებელთან, ესეც ცოტა გაუგებარი არის ჩემთვის. სირცხველიაზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ეს იყო მიზეზი, რის გამოც შევიდნენ სახლში ცხოვრობს ბიძა ჩემი და ნუ მართლა წარმოუდგენელია, სირცხველია მე და მე ბიძა ჩემის სახლში რო შევიდნენ და ბიძა ჩემს წაართვეს ტელეფონი, არ ვიცი ბიძა ჩემს ტელეფონმა მათ რა უნდა მიცეს. ადვოკატის გარეშე რატომ ჩავიდა? ადვოკატის გარეშე, იმიტომ რომ არც ადვოკატი არ შეუშვეს, არც მე არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მოაჩვენე ამ მონაწილეო სახლი არის ჩემს სახელზე, შესაბამისად, რის გამოც იყო ჭხრეკა ვარ მე, მინდოდა სახლში შესვა, მინდოდა რომ ადვოკატი დასწრებული იყო, მაგრამ ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჭხრიკეს, ეს და ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ლუკა ცხვედიანი. ძირითადად კარგად იქცეოდნენ, თუმცა დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების, თბილისის ადამიანების უფლებათა სახლის და მისი წევრი ორგანიზაციების მთლიანად ეს მოქმედებები არის უკანონო. პირადი ჭხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჭხრიკეს ჩემი სახლი, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი, ჩემი პირადი ტელეფონი. ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში მიმდინარე ჭხრეკას გამოხმაურება მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. უთხრა ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ქმედება არც შეუმჩნეველი დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არც დაუჯელი საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ამის დრო მოვა. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი პატრონები, ეს გლობალური რაშიზმი, რასაც ქვია რუსული იმპერიალიზმი დამყნობილი ფაშიზმზე, ფაშისტურ იდეოლოგიაზე, ეს რაშიზმი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო მათ შორის წახალისებული გარედან, ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა პროკურატურამ შეანსახა სამინისტრომ იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები თავდასხმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი, რომელზეც ბიურო მიმსჯელა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწოდების საკითხი გახლდათ. როგორც ითქვა, რეგ ფონდიდან გადმორიცხული თანხები დაბა ურეგში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომლის ღირებულება 500,000 ლარი იქნება.
ასევე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. პროექტები სოფლებში გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს. მინდა აღვნიშნო რეგფონდებიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, რომელიც ეხება დაბა ურეკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონის ფარგლებში მერყეობს. ბიუროს სლომაზე განვიხილეთ აგრეთვე სოფლის მხარდაჭერის პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, და ძირითადად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის მხარდაჭერი პროგრამების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხა მთლიანად მიმართულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა გეგმა აქვს ოპოზიციას და რას ფიქრობენ მოქალაქეები? ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს საკითხები ქვეყანაში არსებულ პროტესტთან ერთად მსჯელობის აქტუალური საკითხია. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს, რადგან დღის წესრიგში ჯერ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამასთანავე ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და მასში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. ანუ რა არჩევნებში უნდა შევიდეთ ქართულ ოცნებასთან მოცემულობით, რა მოცემულობაშიც გვამყოფებს და როგორ არჩევნებსაც ატარებს, რა ტიპის არჩევნებს. ანუ არჩევნებს რეალურად არის ფორმალური სახე აქვს. მოსყიდვა, დაშინება, კრიმინალი, პოლიცია, ძალადობა, სახელმწიფო, ანუ სიპებში, აიპებში დასაქმებული ადამიანებს ბოდიში და მიდენა საარჩევნო უბნებზე და ხმის მიცემა და ანუ ჩვენ რა უნდა გავუправოთ? და თუ ვამბობთ ერთის მხრივ რომ ეს არალეგიტიმურია და ყველა პარტია ამბობს, ახლა ვინც კვალიფიციურია, რომ გაყალბებებით ჩატარდა. ეხლა არის კადრებს. ანუ რაც 24-ში გააკეთა, იმას 25-ში, ანუ ნამუსი შეუშლის ხელს, ინამუსებენ და კი ეხლა გავდემოკრატიულდეთ და კარგი ბიჭები გავხდეთ და ეხლა ანუ კარგი არჩევნები ჩავატაროთ. თანამდებობის პირებს ქართული ოცნებიდან მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებას შეცვლის და არჩევნებში მონაწილეობას საბოლოოდ მაინც მიიღებს. ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ფლანგი ახლა ისეთ გადაწყვეტილებებს აჟღერებს, ან მოსაზრებებს აჟღერებს, რომლის უკან წაღებაც მოუწევს, ჩემი მოსაზრება ეს არის, იმიტომ რომ გარკვეულ ან წინა პერიოდებშიც გვახსოვს მათ მიერ დადებული გარკვეული პირობები და სხვადასხვა ეტაპზე დადებული ფიცი, როდესაც მათ ეს ფიცი გადათქვეს და ეს პირობების შეცვალეს, ეს არ ახალია მათგან და ჩვეულებრივ ვფიქრობ, რომ აქაც მათი ქმედება სხვა იქნება. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. თქვენ როგორც რიგითი მოქალაქე, რას ფიქრობთ, უნდა მიიღოთ? უნდა მივიღოთ ყველამ აუცილებლად. ოპოზიციამაც უნდა მიიღოს? ყველამ აუცილებლად. უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რატო? ეს ამიტომაც არ შეიძლება ქვეყნის ერთი თავრობისკენ არ შეიძლება. კი, მე არ ვარ მოწინააღმდეგე, მაგრამ აუცილებელია რომ უნდა მიიღონ. კარგად უნდა ადგენ ფეხზე რა, როგორ გააყალბებენ, როგორ შეიძლება? არანაირად არ აყალბებს. თავარია ხალხის მონდომება. კი უნდა მიიღოს. უნდა მიიღოს. და როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, მიიღონ უნდა მონაწილეობა თუ არ უნდა მიიღონ? მონაწილეობა არჩევნებში მიიღონ უნდა თავისთავად. არ ვიცი, ახლა მაი ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე ვაფშე ვერ დავდივარ არჩევნებს. რატო? არ შემიძლია, დედი. ჩემი ხმაი რა. ჩემთვის სულ ერთი ოღონდ კაი ცხოვრება გქონდნენ, მეტი აფერი არ გინდა, რა ვიცი მე. არ უნდა მიიღოს. არა, რატო? იმიტომ რომ არ ვარ გაეთავრო. ბოიკოტი უნდა გამომცხადოს. მიიღოთ. რატო? რატომ და იმიტომ რომ ერთმართველობა აღარ იყოს ქვეყანაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კი ბოლო 10 წლეულების გათვალისწინებით უპრეცედენტოა. შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილების გარშემო შეძლებს კონსოლიდაციას ოპოზიცია, ან ჩაინიშნება თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით ეს ისევ უახლოესი მომავლის საკითხია. ეს გახდა დღეისთვის ბოლო ინფორმაცია, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.